ანუ არასერიოზულია ეხლა. ხაჩიძის რაღაც სპექტაკლებს რომ ყურადღებას უთმობთ ამდენს, მე მგონი ეს ძალიან ცუდია თქვენთვის პირველ რიგში. რაც შეეხება დათახალაიას და მთელი დღე ატრიალებთ ნეგატიურ ინფორმაციებს და თითქოს არაფერი არ ხდება ქვეყანაში. მან გაავცალა. არ გავიგე, მაგრამ ეს ძალიან ცუდია თქვენთვის პირველ რიგში. დათახალაიას ექსტრადირების საკითხი განიხილება თუ არა ქართულ მხარესთან არის თუ არა მოლაპარაკება, იმიტომ რომ დღეს ბერძენმა ადვოკატმა არა, მე მაგაზე მაგ კომენტარს არ გავაკეთებ, მიმართეთ პროკურატურას. არაკეთებენ პროკურატურაში ამას. ამიტომ დაელოდეთ. არც იუსტიციის სამინისტრო. მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს. განხორციელებაზე უარი უთხრა მერიამ თანადაფინანსების ფონდს, იმიტომ რომ არასაფუძვლიანი მიეჩნია პროექტი და სხვა ადგილების შესთავაზე ამ არა, ნუ გასაგებია ეგ. ჩვენ მხოლოდ მოვიდით მათგან ნეგატივს და ეს ნორმალურია, მაგრამ არ აუშავს ორი თვე რაღაც მოვითმენთ და შემდეგ გავაკეთებთ იმას, რაც საჭირო არის თბილისისთვის, არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და თქვენ ნახეთ რომ დღეს მე დავესწარ პრეზენტაციას, მე შევხვდი დავოსში ერთ ფრანგულ კომპანიას გიგანტს, რომელიც არის მწარმოებელი ცემენტის მსოფლიოში, ეს არის გიგანტი კომპანია. სწორედ ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ჩვენ დავიწყეთ ინვესტორების შემოყვანა საქართველოში და ძალიან მიხარია რომ ადგილობრივი წარმოება ვითარდება ქვეყანაში, ეს იწყება და სწორედ იცდავთ რომ ადგილობრივი წარმოების წლად გამოვაცხადეთ წლევანდელი წელი და მე მინდა მაქსიმალურად ხელი შეუწყო ბიზნეს იმისაც რომ გამვითარდეს ადგილობრივი წარმოება. რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, თქვენ გოგა ხაჩიძე იფიქრეთ, მე ვიფიქრებ წარმოებაზე და ბიზნესზე. დიდი მადლობა.